Εμείς სწორი ფორმით მიმდინარეობს. ჩვენ ამ კოორდინაციაზე ვლაპარაკობდით ლელოში მართლა პირველივე დღიდან, როდესაც ეს კრიზისი გამოჩნდა და ეს კრიზისი გამოჩნდა არჩევნების გზით და თქვენ წინასწარმეტყველებმა ჩემზე ბევრად კარგად ილაპარაკა იმაზე, რომ ფაქტიურად ხო გამოვიდა გუშინის კაცი და თქვა, რომ არჩევნები მართლა იმ გზით გააყალბეს, რაზეც ვლაპარაკობდით. ეს იყო გაყალბებული არჩევნები, ეს იყო პოლიტიკური კრიზისი და ჩვენ ვამბობდით, რომ ამ პოლიტიკურ კრიზისს უნდა უპასუხოთ აუცილებლად მათ შორის პარტიების საქმე იყო პოლიტიკური პროცესით უპასუხოთ და პოლიტიკური პროცესი არ იქნება პარტიების შიგნით იზოლაციაში, ეს იქნება, როცა პარტიებიც ფართო ფორმატში ერთმანეთთან საუბრობენ, ამისთვის არსებობს ზოგადად პარლამენტები, მაგრამ ჩვენ პარლამენტი აღარ გქონდა და ესეთ კოორდინაცია საჭირო იყო. ბევრად წინ ვიქნებოდი ჩემი აზრით ის ამბავი, რომ გავკეთებინა, რასაც ვამბობდით პირველივე დღიდან, მაგრამ ბევრი დრო გავიდა, არაუშავს მოვახერხეთ ეს. ზუსტად ისეთი არ არის, როგორც ჩვენ ვამბობდით, მაგრამ მნიშვნელოვანია შეხედეთ თავარი ფაქტორები, რაც შეცვლის აი ამ სიდუქჭირეს, უბედურებას, გასაჭირს, ტოტალურ დეპრესიას, რომელშიც ეს საზოგადოება ცხოვრობს. ეს არაფერი არ შეიცვალა, რომ ისე რა მარტივად ივანიშვილის თავში არაფერი კარგი აღარ მოუვა, ხო ხედავთ, როცა იმას რა ქვია, ოხანაშვილს ნიშნა უსაფრთხოების სამსახურის უფროსად, ესე იგი შენ თავში კარგი არაფერი აღარ მოვა აწი, ეგეთ საკადრო პოლიტიკაზე რო ხარ გადასული. ამიტომ რა უნდა მოხდეს? უნდა მოხდეს ერთი პროტესტი უნდა გახდეს უფრო მძლავრი, პროტესტმა უნდა მოიკიდოს ფეხი, პროტესტი უნდა იყოს მწვავე. ამას სჭირდება მხარდაჭერა და კოორდინაცია არის ამ თემის გარშემო. გარედან წნეხი უნდა იყოს კიდევ უფრო ძლიერი და საერთაშორისო არაღიარება უნდა შენარჩუნდეს ესე და კიდევ უნდა გაფართოვდეს. ამისთვის არის კოორდინაცია. და მესამე, პოლიტიკური პროცესი უნდა იმას, რომ ესეც მოხდეს, ანუ საერთაშორისო წნეხი იყოს და ერთიანით ველაპარაკოთ ჩვენ პარტნიორებს, რომ რაღაცა ეჭვები არ გაჩნდეს, რომ აქ სიტუაცია ნორმალიზდება. ამიტომ არის ოპოზიციის ერთობა აქ მნიშვნელოვანი და პროტესტი სჭირდება მხარდაჭერა და დახმარება. სხვანაირად პროტესტი პოლიტიკური მხარდაჭერის გარშემო დახმარება გაუწიოს. ყოველ შემთხვევაში კოორდინაცია არის ამისთვის. კოორდინაცია არის აი ამ ორ საკითხის გარშემო და პოლიტიკური პროცესით ამ ორ გასაგები არის რა საქმე აქვს ამ რაღაც ამ კოორდინაციას, მაგრამ ქვეყნის შიგნით რა უნდა გააკეთოს პოლიტიკურ პროცესში, კიდე გავუგებარი, იმიტომ რომ ქვეყნის შიგნით ნიშნავს, რომ რაღაცებზე შეთანხმება, მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე თვითმმართველობის არჩევნებს რაც შეეხება, ხო თქვა და ამას რაღაცა თითქოს ეს ყველაფერი გარეთ არის დატოვებული, რომ რაც ყავს მოდი შედარებით რაღაც შეიძლება გავყოს გარეთ დავტოვოთ. ვაჩვენოთ ერთიანობა და ხომ არ არის ეს რაღაც ერთიანობის ჩვენების სრული უბრალოდ რაც არა, ხო, არ ღირს ზოგადად უბრალოდ არა ვართ იმ ფაზაში პოლიტიკური პროცესის, როდესაც ერთიანობის ჩვენება რაღაცა იმისთვის ოპტიკური ილუზიისთვის რამის მომცემი იყოს. მე არ მგონია, რომ ეს არის მიზანი. ხა შეხედე, რაც ვყოფს ამაზე არ ვლაპარაკოთ, არ არის, უბრალოდ ცაღი აზრის ამბავი არის, რომ დღეს მნიშვნელოვანი რა არის. დღეს მნიშვნელოვანი არის, რომ ამ პროტესტის სიმძლავრემ და გარედან წნეხმა ერთად ჩამოშალოს სისტემა. სხვანაირად ხო ეს სისტემა არაფერს არ იზამს. რა არის მნიშვნელოვანი? აი ხო კითხვა, რა უნდა გააკეთოს შიდა პოლიტიკური პროცესისთვის. შიდა პოლიტიკური პროცესისთვის ამ კოორდინაციაში უნდა შევთანხმდეთ თავარ საკითხებზე, რაც სჭირდება ამ პროტესტის გამწვავებას და მეტი ხალხის მოზიდვას. ეს არის მეტი ადამიანის, რომელიც აი ყოველთვის ბოლოს იმ განაცემს ელოდება ან საზღვარგარეთიდან ჩამოსულ ფულს არ იშიმშილოს და რაღაც დღეს რაღაცების ეშინია, ესეთი ადამიანები გამოვიყვანოთ გარეთ. და ესეთ ადამიანს გამოიყვანენ მარტო კონკრეტული პარტიები, არა რაღაცა ერთსახოვნებით, არამედ იმით, რომ განსხვავებული გემოვნების ადამიანებს განსხვავებული პარტიები ველაპარაკებთ. თქო, ერთიანი სტრატეგია გვექნება. რა არის კიდევ მნიშვნელოვანი აი ამ პოლიტიკური კოორდინაციის ნაწილში? მნიშვნელოვანია ის საზოგადოებას ვაჩვენოთ და ჩემს შიდა პოლიტიკურ საკითხებში აი ეს უნდა მოხდეს ამ კოორდინაციის ფარგლებში, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ მშვიდობიანი ხელისუფლების გადაბარება, ისე როგორც ეს ეკადრება დემოკრატიულ საქართველოს და არა ივანიშვილის საქართველოს, მშვიდობიანი ხელისუფლების გადაბარება და შემდეგ არჩევნების ჩატარება, აი ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სწორი ფორმებით, ეს შესაძლებელია და აი ამ თამაშის წესებზე პოლიტიკური სპექტრი თანხმდება. პროტესტს თუ გააძლიერებს პოლიტიკური სპექტრის ეს კოორდინაცია და აი ამ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების გზებზე ელაპარაკება, შიდა პროცესისთვის ეს დღეს არის მთავარი დაკვეთა. არ მგონია ირაკლი მართლა გულწრფელად არ მგონია ამას არ ვიძახი, იმიტომ რომ ყოფს და რაღაცა განსხვავებული აზრები შეიძლება იყოს. არ მგონია დღეს პრიორიტეტად ამ თემის წამოწევა პირველ პლანზე, რაც ეხება თვითმმართველობის არჩევნებს, რომ კიდევ ვამბობ, ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა გვიდგას წინ, ხო? ყველაფრით ხედავთ, საკადრო პოლიტიკა იქნება, ეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც იღებს თვითგამოცხადებული პარლამენტი, თუ ის რაღაცა ბინძური შოუ, რომელსაც დგავს ეს რაღაცა თეა წულუკიანი, ეს ვარძლის კოლექტორი ივანიშვილის კარზე, აი ეს ყველაფერი მიგვანიშნებს იმაზე, რომ 3 და 6 და 8 თვის გეგმებზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ და მე რა იქნება. უნდა ეხა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ რეჟიმის აი ეს
გადაღყევა და შემდეგ აი რეჟიმის ბიძგი იმისკენ რომ შვიდობიანი გზით ხელისუფლების გადაბარება მოახდინოს, ეხა მყისიერი ამოცანა არის. ეს პროტესტი დღეს უნდა გაძლიერდეს, დღეს უნდა მოიკრიფოს ამ ფეხი. ამიტომ არ არის, რომ პირველადი პრიორიტეტები არსებობს და ამაზე უნდა კონცენტრირდეს, თორე გაუთავებლად შეგვიძლია ვილაპარაკოთ ამ თვითმმართველობის არჩევნებზე. უბრალოდ არაფერს არ მოგწევს, გარდა ხმაურისა, გარდა რაღაცა უცნაური პოლემიკებისა და პოლემიკის დრო კი ამის პრობლემა კი არის, პოლიტიკური პროცესი პოლემიკის გარეშე არ არის. უბრალოდ ვიღაცების ტივტივის ამბავია და მოცემულობები ცვლის პოლიტიკას. აი თვითმმართველობაზე რა უნდა ვქნათ? დავიფიცოთ, დაფიცებით ხო არ განისაზღვრება პოლიტიკური პროცესი, ხო? გარემოებები ქმნიან პოლიტიკურ პროცესს. დაგინებით განსაზღვრულა საქართველოს პოლიტიკური